წუთია დარჩენილი. შეიძლება დავარკვიო 10 წუთია დარჩენილი. შეიძლება დავარკვიო. მანდა გარკვევთ, მე არავის თან შესვლას არ ვაპირებ. ახეთ მე ვამბობ, რომ მონიტორინგზე ვარ, მაინტერესებს რამდენად მისაწვდომი არის განათლების სამინისტრო. ერთი წამით დავარკვიო. რა უნდა გაარკვიოთ? შეიძლება თუ არა. შესვლა, მოქალაქის შემოსვლა შეიძლება. სამუშაო საათები თავდება, 10 წუთი აკლია. მე 10 წუთში ტყუილა დაჭიანურებთ ახლა მართლა. არ ვაჭიანურებ. ტყუილა დაჭიანურებთ. სამუშაო საათები თავდება. ტყუილა დაჭიანურებთ 12 წუთი მაქვს შემოსვლა და გასასვლელად. ამის იქეთ რა ხდება? ანუ ამის იქეთ ეს მასალები შეძლებს გასვლას. თქვენ გეკითხებით, ეს მაინც არის თქვენი პრიორიტეტი. შეგიძლიათ რომ ანუ ვითხრათ, კარი უნდა გააღწესით. თუ ეხება ამაზე მეტად. როგორ? არ ეხება. აი ეგ არის პრობლემა. ანუ ამის მეტი კარი არ ეხება, ხო? მაღალი და ვიწრო. ანუ თავის თავში რომ მოაზრებული და გააზრებული არ არის რომ ყველაფერი და ყველგან დამოუკიდებლად შევძლოთ ჩვენივე პრობლემების მოგვარება, ანუ ჩვენივე ინიციატივის გაჟღერება, აი აქაც კი ჩანს, რომ ანუ პანდუსი კი არის, მაგრამ პანდუსის შემდეგ ვერსად ვერ შეიძლება. ხო ეს შემოდიხარ და მორჩა აქ წყდება ეთით მოსარგებლის შესვლა გამოსვლის საკითხი. ანუ ისედაც კი ინკლუზიური განათლება ბევრი შრომის და ბრძოლის მიუხედავად ფუნქციონირებდა ხარვეზებით, გამოწვევებით. და ეხლა როგორ ან ვინ უნდა დამაჯეროს, რომ პრიორიტეტი რომ აღარ იქნება, ეს მერე მოგვარდება? ანუ როგორ შეიძლება, ანუ ამაში მინიმუმ გვარწმუნოს, რომ ჩვენ ვართ პრიორიტეტი ამ ქვეყნისთვის. და ჩვენ რაიმე ცუდი თუ ხდება ქვეყანაში არ გვეხება. კი ბატონო, არ გვეხება, იმიტომ რომ ჩვენთვის შესულადიც არაფერი არ იყო აქამდე. ანუ სადმე რომ მე თვითონ მინდოდეს შესვლა, გასაუბრება, ანუ არაფერი. აქ ხდება ყველანაირი კომუნიკაცია. და აქ შემოსვლაზეც კი ძალიან კარგად ნახავ და მაყურებელი რამდენად დიდი ის გავიარეთ რომ თურმე საათები სრულდება რა თქმა უნდა სულ 3 წუთი დამჭირდა ვინაიდან ადაპტირება მეტი არსად არ დადის და სულ 3 წუთში ჩავეტიეთ ნახეთ რომ არ არის მისაწვდომი და კარგი იქნება თუ მსგავს რაღაცებზე გააკეთებთ აქცენტს და ადამიანებს რომლებიც ასვალზე რომელიც თქვენ ტერიტორიაც კი არ არის იქ თუ რაიმეს დაწერს ხელით არ უნდა შეეხოთ თქვენი მხრიდან მოხდა, ანუ ადამიანის უფლება შელახეთ თქვენ. და როცა მე გეუბნებით, რომ კარი იღება თუ არ იღება, ამაზე პასუხის გაცემაც კი არ გინდათ. მართლა ეს გონიათ თქვენი მოვალეობა? პოლიციის ფორმა გაცვი, ადამიანის უფლება რომ ირღვევა, მაგაზე უნდა აკეთებდეთ წესით აქცენტს.